კი, ამინდი გამოვიდა, მოგესალმებით და გაგაცნობთ ჩვენი დიდი სტუმარს პატა ვარდანაშვილს, რომელიც გახლავთ ხევსურული საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ პატა, ხევსურული საღამო 2007 წლიდან უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველ 26 მაისს იმართება. 26 ივნის. 26 ივნის, ბოდიში. თუ შეიძლება მაყურებელს რა უთხრათ, რა იქნება წელს განსაკუთრებული და განსხვავებული? ხო, 26 ივნის ეს ტრადიციად ჩამოყალიბდა უკვე ყოველ წელს 2007 წლიდან. თავიდან იყო მხოლოდ ხევსურული საღამო, მხოლოდ ხევსურები მონაწილეობდნენ, შემდეგ გაიგრძარდა არეალი და უკვე მთელი საქართველო მოიცვა, გასცა საქართველოს ფარგლებს გარესაც ეს ჩეჩნები, ინგუშები ჩამოდიან უკვე ყოველ წელს, წელსაც გვეყოლებიან სტუმრები ჩეჩნეთიდან და დაერქვა მთის საჩუქარი ვარს. ეს არის დღე, როდესაც მთელი მთის მოყვარული ხალხი იკრიბება თბილისში და თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან და ეს არის თქვენი დევიზი. ერთი ლამაზ საღამოს ჩუქნის თბილისს და თბილისელებს. მოდით მაყურებელს საშუალება მივცეთ, რომ ერთ-ერთი ულამაზესი ეს მუსიკალური ნომერი იხილოს დების ვიადაურები და ანა მალაზონია სიმღერების პოპურით. Yaşına gahsene boçemo Aro salsadale beşi Yaşına gahsene boçemo მადლობა ლიკას და მის სტუმრებს.